Როგორი ფორმატის შეხვედრა გაიმართება სტამბოლში 15 მაისს. კრემლის მმართველის ინიციატივას, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე 15 მაისს სტამბოლში პირდაპირ მოლაპარაკებები გაიმართოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალევე უპასუხა. ზელენსკი მზადაა პირადად ჩავიდეს სტამბოლში და პუტინს შეხვდეს. თუმცა მან მანამდე უკვე 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. ჩვენ ველით ცეცხლის შეწყვეტას. ეს წინადადება უკვე განიხილება. ცეცხლის სრული და პირობითი შეწყვეტა საჭიროა, რომ დიპლომატიისათვის შეიქმნას საჭირო საფუძველი. ეს კი შეუწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას. უკრაინა დიდი ხანია ამას ითხოვს. ჩვენს პარტნიორებსაც მსგავსი შეთავაზება აქვთ. ამას მთელი მსოფლიო მოითხოვს. ახლა კი ველით ნათელ პასუხს რუსეთისგან. რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება. კვლელობები უნდა შეწყდეს. Війну Росії все одно не хоче закінчити війну. პუტინს ამ ომის დასრულება არ უნდა. მას სურს, რომ გაანადგუროს როგორც საკუთარი, ისე ჩვენი მოსახლეობა. იმიტომ, რომ თუ ომს შეაჩერებს, ეს ნიშნავს, რომ წააგო და მან უკვე იცის, რომ წააგო. უბრალოდ არ სურს ამ მარცხის აღიარება და რუს ხალხსაც არ სურს აღიაროს, რომ წააგეს. ამიტომაც აჭიანურებენ ყველაფერს და ყველაფერი გაგრძელდება იგივე გზით, სამწუხაროდ. სანამ უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებას გააკეთებდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სტამბოლში 15 მაისს ბევრ რამეს აეხდება ფარდა. რუსეთის პრეზიდენტს პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმოს. მას სურს შეხვდეს ზელენსკის ხუთშაბათს თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრიის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას დაუყოვნებლივ. ისინი იმას მაინც შეძლებენ განსაზღვრულ რამდენად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. და თუ არა, ევროპის ლიდერებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცოდინებათ როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ. მე ეჭვმეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო. ჩაატარეთ შეხვედრა, ახლავე. დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მოსკოვს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უკვე მოსთხოვეს. მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებამდე ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და არა პირიქით. თუ პუტინი კიდევ ერთხელ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ლოგიკური დასკვნაა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს არა აგრესიის მსხვერპლზე, არამედ თავად აგრესორზე, სანამ არ იგრძნობს ტკივილს და არ გახდება უფრო გონიერი. უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა მშვიდობას ითხოვს. ახლა კი რიგი ვლადიმერ პუტინზეა. სურთ მათ მშვიდობა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩვენთან ერთად მაგიდაზე დადო ძალიან მკაფიო წინადადება. უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ, მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ. ხოლო ასეთი მშვიდობა შეიძლება დაფუძნდეს მხოლოდ გაეროს ქარტიის ძირითად პრინციპებზე. მზად ვარ დავუჭიროთ მხარი უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც იქნება საჭირო, მისი მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც და სანქციების გაძლიერებას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. ახლა დროა მშვიდობისათვის და ამავდროულად დროა მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ოფიციალური მოსკოვის უახლესი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. არ ვიცით ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში, თუმცა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელდა რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს გენერალური დირექტორის ივან ტიმოფეევის კომენტარი. იგი ამტკიცებდა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებები სავარაუდოდ დიპლომატების დონეზე გაიმართება. რუსული მედია საზოგადოებას აცნობს პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის პოზიციასაც, რომ ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებებია საჭირო. და ბოლოს, რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა, კრემლის არმიამ იერიშები არ შეანელა და მეტიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლის საოკუპაციო არმიამ უკრაინას 12 მაისს საკმაოდ მასშტაბურად შეუტირა. იერიშების დროს რუსეთის არმიამ 108 ირანული დრონი გამოიყენა. გარდა ამისა, უკრაინის არმიამ რუსეთის 155 სახმელეთო იერიშიც მოიგერია.